როგორ წმენდ შენს მარხვას დანაკლისისა და ლექისაგან. როგორ შეგაქვს სიხარული უპოვართა და ღარიბთა გულებში, რათა მათაც ისე გაიხარონ, როგორც შენ გიხარია. დააკვირდი ამ გადმოცემას. გადმოიცა იბნ აბასისაგან რადიალლაჰუ ანჰუმა, რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ დაავალდებულა ფიტრის ზეკათი მარხულის ყბედობისა და ბილწსიტყვაობისაგან განსაწმენდად და ღარიბთა დასაპურებლად. ყველა მუსლიმს ევალება ფიტრის ზეკათი, რომ გასცეს საკუთარი თავისაგან და იმათგან, ვისზე ზრუნვაც აკისრია, როგორიცაა ცოლი და შვილები, თუ იმ დღეს საკუთარი თავის და ოჯახის წევრებისთვის საკმარი საჭმელზე მეტი აქვს. ამ ზეკათის გაცემისათვის არაა განპირობებული ქონების გარკვეული წილის ფლობა. თითოეული ადამიანისაგან სავალდებულო გასაცემი რაოდენობა არის 1 საი მარცვლეულიდან და ნაყოფიდან, რითაც ადამიანები იკვებებიან, როგორიცაა ფინიკი, ბრინჯი და ოსპი. გადმოიცა იბნ ომარისაგან რადიალლაჰუ ანჰუმა, რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ დაავალდებულა მუსლიმებიდან ყველა მონას და თავისუფალს, კაცს და ქალს, დიდს და პატარას, რომ გაეცათ ფიტრის ზეკათად 1 საი ფინიკი ან 1 საი ქერი. მან ბრძანა, რომ ეს გაცემულიყო სანამ ხალხი სალოცავად გავიდოდა. ეს სავალდებულო ხდება რამადანის ბოლო დღეს მზის ჩასვლით. უპირატესია გასცეს იდის ლოცვამდე. არაფერია ცუდი იმაში, რომ გასცეს დღესასწაულამდე 1 ან 2 დღით ადრე, ანუ 28 ღამიდან, რადგან შესაძლოა თვე იყოს 29 და შესაძლოა იყოს 30. არ შეიძლება მისი გადადება იდის ლოცვის შემდეგ. ვინც არ გასცემს დღესასწაულის დღეს, ის ცოდვილია, გარდა იმისა, ვისაც საპატიო მიზეზი აქვს. მას კი ევალება მისი ანაზღაურება. მას იჩქარე მისი გაცემა საკუთარი თავისაგან კეთილად და კმაყოფილად. მაღალმა ალლაჰმა თქვა: ო თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, ხარჯეთ ის, რაც გიბოძეთ, სანამ მოვა დღე, როცა არ იქნება არც ვაჭრობა, არც მეგობრობა და არც შუამდგომლობა. და სწორედ ურწმუნონი არიან უსამართლონი.